გადავიდეთ საქალაქო სასამართლოში, მე გადაცემის დაწყებამდე გითხარით, რომ გამოკითხვაზე მივიდნენ მაგისტრ მოსამართლესთან პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა და სწორედ აი ამ თემაზე უნდა შემოგვიერთდეს ახლა ჩვენი კორესპონდენტი ნატუკა ლომაძე. ნატუკა, გისმენთ? თუ დაიწყო გამოკითხვა, ხომ არ დასრულებულა, რას ამბობენ მათი ადვოკატები? დიახ, დავით, უკვე დასრულდა გამოკითხვა, დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის და მურთაზ ზოდელავას გამოკითხვა. ისინი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ საქმე, რომელთან დაკავშირებითაც მათთან შეკითხვები ჰქონდათ, შეეხებოდა გადამალულ იარაღებს. ჩვენ გვახსოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, სადაც ითქვა, რომ თითქოს იპოვეს გადამალული იარაღები, რომლის გამოყენებაც სავარაუდოდ უწყების მტკიცებით იგეგმებოდა 4 ოქტომბერს. შეკითხვები სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს ბურჭულაძეს და ზოდელავას და ბექა ჭულუხიძეზე კითხეს, რომელიც ამ საქმეზე არის ბრალდებული. იცნობენ თუ არა ასეთ პიროვნებას, აკავშირებთ თუ არა მასთან რაიმე და იცოდნენ თუ არა ბურჭულაძემ და ზოდელავამ რაიმე გადამალული იარაღების შესახებ, რაზეც მათ უთხრეს, რომ ამ იარაღების შესახებ არაფერი იცოდნენ, გაიგეს სუსის ბრიფინგიდან და სუსისგან და ასეთ პიროვნებასაც არ იცნობენ. შეგვიძლია მოვისმინოთ ადვოკატების კომენტარები უფლებადამცველების, რომლებიც ამბობენ, რომ სუსი აგრძელებს თავის სტილში საქმეების შეკერვას. ჩვენ ფორმალურად ვიყავით დაბარებულები სუსის მიერ მათი თქმით, მათი ვერსიით ამოღებული იარაღის საქმეზე. ქონდა მცდელობას ადგილი, რომ პაატა ბურჭულაძესთვის დაისვათ კითხვები იმ საქმეზე, რომელიც ამ საქმესთან კავშირში არ არის და ეხება იმ საქმეს, სადაც მას აქვს ბრალდებული სტატუსი. ამ კითხვებზე პასუხი ბუნებრივია მათ ვერ მიიღეს. იცნობ თუ არა, მაგალითად, სახელი და გვარი აღარ მახსოვს ამ პირის ბრალდებულს, მაგალითად, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ არ ვიცოდით. ქონია თუ არა კავშირი, ვუპასუხეთ, რომ არ ვიცოდნია. იცოდა თუ არა ჩამარხული იარაღის შესახებ, რაზეც ვუპასუხეთ, რომ ბუნებრივია არ ვიცოდით. თქვენ მოგეხსენებათ პაატა ბურჭულაძე პროფესიით ის ადამიანი, რომ ჯიბიდან ნამდვილად არ ისვრის. სუსის და ზოგადად სახელმწიფო პროპაგანდის უსუსური მცდელობა იყო, რომ როგორღაც მურთაზ ზოდელავა და ეკავშირებინათ იმ кейსთან, რომელსაც რომლის მიმართაც თავისუფლად უამრავი კითხვა არსებობს, ეგრეთ წოდებული რაღაც რო იპოვეს თითქოს ტყეში. და ჩვენ რატო დავეთანხმეთ ახლა ამ გამოკითხვაში მონაწილეობას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, როგორც სუსის წინაშე ჩამოგვეშალა ეს მითები, როგორც მურუსიძის სასამართლოს წინაშე ჩამოგვეშალა ეს მითები, ასევე საზოგადოებისთვის ნათლად გვეჩვენებინა, რომ არავითარი კავშირი სუსის მიერ წამოწყებულ პროპაგანდისტულ საქმეებთან მურთაზ ზოდელავას არ გააჩნია. დიახ, როგორც გითხარით, საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულებული არის პაატა ბურჭულაძის და მურთაზ ზოდელავას გამოკითხვა. ისინი სულ ცოტა ხნის წინ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.